მომბეში სპორტული სიახლეების დროა თბილისის მერის ოლიმპიური მზადების კომპლექსურ სპორტულ ცენტრში დღეს კრივის დარბაზი გაიხსნა, სადაც 100-მდე სპორტსმენი მოემზადება. დარბაზში დამწყებ სპორტსმენებთან ერთად საქართველოს მოკრივეთა ნაკრებიც ივარჯიშებს. ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე კომპლექსში სარემონტო სამუშაოები ქალაქის მერის მხარდაჭერით ჩატარდა. დარბაზი თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და სპორტსმენების ვარჯიშს დაესწრო. ფედერაციასთან ერთად მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვესუფთავებინა და მოვიყვანა ინფორმაციები, სადაც უამრავი ბავშვი თავარია ნაკრებისაც შეკრებისა და ვარჯიშის სრული შესაძლებლობა ყველაფერია იმისათვის, რომ ადამიანმა ივარჯიშოს, მათ შორის სპორტსმენმა პროფესიული სპორტული ინფრასტრუქტურის გაჯანსაღება ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო იმეები, სადაც ტურნირები ჩატარდება, არამედ მომიჯნავე ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია ვარჯიშებისთვის. დაახლოებით 100 ბავშვამდე ივარჯიშებს აი ამ დარბაზში, ასევე ქალაქ თბილისის ნაკრები, უფროსთა ნაკრები დაივლის ამ დარბაზში და გითხრათ, რომ დაახლოებით 8 მწვრთნელი დასაქმდება ამ კრივის დარბაზში. მოგახსენეთ, რომ უმაღლეს დონეზეა დარბაზი, რამე შეიძლება სპორტსმენს მოკრივეს სჭირდებოდეს, ყველა ინვენტარი, ყველა საშუალება აქვს, რომ მოემზადოს და გაიარონ ნორმალური მწვრთნელი.